გამარჯობა. სანამ ვიდეოს თავარ შინაარსზე გადავალ, პატარა განმარტება მინდა გავაკეთო. ბევრ შეიძლება არასრულად ეფიქრა თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რასაც ეს ბოლო რამდენიმე წელიწადი ვაკეთებდი. სინამდვილეში ამ ყველაფერს აზრი იყო ის, რომ უბრალოდ გავგვერგვია თუ რა იყო კანონი, როგორი იყო, რა იყო აკრძალული, რა იყო დასაშვები და როგორ უნდა მოქცეულიყავთ რიგითი მოქალაქეები ისე, რომ კანონთან პრობლემა არ გქონოდა. მოგეხსენებათ, პირველი ვერსია ამ კანონის 2013 წელს იქნა მიღებული და თავისთავად ახლა პირველი ვერსია არის ახლა და პრაქტიკაში დაკვირვება ჭირდება, დრო ჭირდება, თქვათ როგორი მუშაობთ, რანაირად იმუშაობთ, რა ნაკლოვანებები იქნება და 9 წლის შემდეგ 22 წელს ცოტათი დაიხვეწა ეს კანონი. ხო და მეორე ვერსია უკეთესი იყო პირველი ვერსიაზე, მაგრამ პატარა ნაკლოვანებები მაგასაც ჰქონდა. და შესაბამისად მაგან გამოიწვია ბევრი გაუგებრობა, ახლა ზოგის მანქანაში ჰქონდა, ზოგს სხვადასხვა ნივთები ჰქონდა და თურმე ცივი არ ყოფილა და ასე შემდეგ და 2026 წლის 1 თებერვალს ახალი კანონი შევიდა, ჩემი აზრით უკვე სრულყოფილი კანონი, ჩემი მიმართულებით ყოველ შემთხვევაში, რამაც ნათელი მოხფინა უკვე სიტუაციას და ყველაფერი გასაგები არის, რომ თქვათ, აი ეს კარაქის დანა ცივი არაღი არის, ეს პომიდორის დანა ცივი არაღი არის. დანების მიმართულებით გასაგები არის ყველაფერი და ეხლა უამრავი ადამიანი დადის ჩემთან დანებს ლესვაზე მუშაობ და ესე ტყავის ხელოსნები არიან, ბრძოლები არიან, ზოგი მზარეული არის, ზოგი სხვადასხვა ხელობაზე მუშაობს, ჭირდება, ზოგი ხლა, ზოგი რაღაცას აკეთებს და ყველას გვეცოდინება, რომ ეს ყველაფერი არის, მოკლედ აკრძალული. და მანქანის მაქსიმუმ საბარგულში შეიძლება გქონდეს ისიც რიგ შემთხვევაში პრობლემა არის. ახლა ადამიანს თუ მანქანა არ აყავს, მაგაზე არ არის საუბარი, ახლა მანქანა თუ არ აყავს, ახლა დაჯექის სახლში. ხო და ახლა რემონტს ვიწყებ მე რა და მაინტერესებდა გავიარე ელიავაზე, რომ თქვა რაღაცა ხელსაწყოები მომიმარჯვებინა რა და რო გადავხედე ამ უამრავ ნივთს, მე გამახსენდა, რომ კანონში ახლა მარტო ჩხლეტავზე და ამჭერილზე არ წერია. ზოგადად ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ მე და ახლა ბევრი კითხვები გამიჩნდა. მაგალითად აქ წერია მსხრევა დასარტყმელი იარაღებს მათ შორის მიეკუთვნება. საჯიგველი, კასტეტი ყოფილა საჯიგველი, კვერთხი, გურზი, ხელგულა. ხო და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარი არის ეს ყველაფერი რა და რაღაც მოვიკითხე ახლობლებში და ვერც იმათ ვერ გამცეს პასუხი რა და გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებითაც დავეხმარო ადამიანებს და გავარკვიო თუ რა არის ცივი იარაღი და რა არ არის, რომ კანონთან არ გქონდეს პრობლემა. მაგალითად, ახლა ესეთი იარაღები წამოვიღე სახელოსნოში რემონტისთვის, რაც მჭირდება, ესეთი პატარა ჩაქუჩი არის, რომელიც შეიძლება აკრძალული ნივთი იყოს. აი ესეთი რაღაცა ნაკეთობა არის. კაცმა არის ის ახლა ეს კანონდარღვევა, საშიშია არ არის. აი ესეთი რაღაცა წამოვიღე კიდე პატარა დასანგრევი მაქვს სახელოსნოში. და თურმე წვეტი ქონია რა, რომ რაღაცა ცოტა უკეთესად დაანგრიოს რა და ესეც საინტერესო არის, ასეთ გასარკვევი არის. აი ესეთი ხელეჩო წამოვიღე კიდე, რაღაცა მაქვს მოსახსნელი სახელოსნოში რა და მოგეხსენებათ, ცული პირდაპირ წერია კანონში რა და ხელეჩო არ წერია. ხო და საინტერესო არის ხელეჩო არის თუ არა ცივი იარაღი რა და თქვათ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს და გავარკვიოთ. კიდევ ეს სახლში მთხოვეს რა, რომ ესეთი ხორცის დასაბეგვი არის. და მოგეხსენებათ, ახლა მზარეულებიც რა, ახლა ბევრი მუშაობენ რაღაცა მსგავს ნივთებზე რა და რომ გავარკვიოთ მაგათად ხორცის დასაბეგვი არის თუ არა ცივი იარაღი. კიდევ ახლა ნენელა გავარკვევ ყველაფერს, ცომის გასაბრტყელებელიც არის კიდე რა, მოგეხსენებათ, ხელკეტი ცივი იარაღი არის რა და უამრავი სახეობის ცომის გასაბრტყელებელი არის ახლა და ადამიანები რო გაუგებრობაში არ აღმოჩნდნენ, ახლა მოგეხსენებათ, თავისუფლად შეიძლება ცომის გასაბრტყელებელი აიღო და თავში ჩაარტყა. ახლა მე მახსოვს ადრე მულტფილმებში ტომი ჯერიში იყო, მე მგონი რომ ცომის გასაბრტყელებელს ურტყავდა ხოლმე თავში რა და ცომის გასაბრტყელებელებზეც ნელა მოვიძიებთ ყველაფერს და გავარკვევთ. კეთილი მეგობრებო, სულ ეს მინდოდა, მოკლედ დანებზე გასაგები არის. ახლა მაგალითად ვიღაცა ყაჩაღი რო შემომივარდეს მე, ხო, ახლა ავდგები და ამითი დავიცავ თავს. ახლა ესენი არ ვიცი არის თუ რა ცივი იარაღი და ამაზე ნამდვილად ვიცი რომ ცივი იარაღი არის და ამითი უკვე თამამად შეძლებთ თავის დაცვას. მაგრამ დანარჩენი გაუგებრობებს რომ თავი ავარიდოთ, ნელა ესეთ რაღაცებზეც გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი, მადლობელი ვიქნები.